სამომხმარებლო ფასების რამდენჯერმე ზრდის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ზღვარი არ იცვლება და ის 1999 წლის დონეზე რჩება. მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულების თანახმად მინიმალური ხელფასი 20 ლარით განისაზღვრა და ის ამ დრომდე არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემის გადახედვის მოთხოვნით არაერთი ორგანიზაცია თუ ექსპერტი გამოდის. რის საფუძველზე დადგინდა და რატომ 20 ლარი? უნდა მოიმატოს თუ არა და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ სტანდარტულ ციფრს? ამის თაობაზე ჩვენ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის პასუხი ჩავწერეთ. ბორის ჭიჭინაძის თქმით, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის ერთ-ერთი მიზეზი ადმინისტრაციულ სახთელებს უკავშირდებოდა, რომელსაც მასთან შესაბამისობაში ადგენდნენ. ის ფიქრობს, რომ ეს ზღვარი სავარაუდოდ მოიმატებს, თუმცა სწრაფი ზრდა გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. მინიმალური ხელფასის სწრაფი ზრდაც არ შეიძლება. ანუ მინიმალური ხელფასის სწრაფ მასდამ შეიძლება გამოიწვიოს გამოშვებული პროდუქციისა და იმპორტირებული საქონლის ფასის ზრდა. რადგან ეს ხელფასი ფაქტიურად თუ ხელფასი გაიზარდა, ხელფასი არის თვითღირებულებას შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი. ამიტომ წარმოებლები და იმპორტიორები მე გამოშვებულ პროდუქტს გაზრდიან. ამიტომ იმისათვის ეს არ დააწვეს დაბალ შემოსავლიან ხალხს, საჭიროა შემუშავდეს მეთოდოლოგია მინიმალური ხელფასის გამოანგარიშების, ამაში უნდა ჩაერთონ მეცნიერ ეკონომისტები, მკვლევარები, პროფკავშირების წარმომადგენლები, მთავრობის შესაბამისი დარგის სპეციალისტები, დარგობრივი სამინისტროების დამსაქმებლები, შემუშავდეს მეთოდოლოგია და ეტაპობრივად მოხდეს გაზრდა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის და განვითარების ადეკვატურად. ანუ ამავდროულად საჭიროა განისაზღვროს ის ძირითადი მოთხოვნილება, რაც არის ვალდებულება კანონმდებლობით კონსტიტუციაში წერია, რომ დასაქმებულს უნდა ქონდეს სამართლიანი ანაზღაურება. ჩვენ ამის შესახებ 2007-8 წლებში იყო საუბარი, მეც მონაწილეობდი ამაში, სხვათა შორის სარეკომენდაციო წერილი შემუშავდა მთავრობის მისამართით 8 წელში, რომ მთავრობამ განსაზღვროს რა არის სამართლიანი ანაზღაურება იმ დროს. ანუ კანონმდებლობაში წერია კონსტიტუციაში. ანუ შესაბამისი კანონი იყო მისაღები. ანუ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოხდება ამ კანონის დღის სინათლეს ნახავს დღის შუქს, მივიღებთ ისეთ კანონს, რომ როგორც საერთაშორისო ნორმები და კანონმდებლობა გვეუბნება, მინიმალური ხელფასი არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ანუ ამოსავალი ეს უნდა იყოს. ჩვენთან მოქმედი კანონმდებლობით საარსებო მინიმუმი დაახლოებით 250-260 ლარი. ხო რომ მინიმალური ხელფასია მისი დაახლოებით 8-9%. მაშინ როცა საერთაშორისო კანონმდებლობა გვეუბნება, რომ მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტი უნდა იყოს. ანუ ამ ეტაპზე ახლა მეც გავეცანი გარკვეული ხედვები არსებობს, გარკვეული რეკომენდაციები სხვადასხვა სტრუქტურების მიერ, რომ მალე დაიწყება მუშაობა მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მიერ მინიმალური ხელფასის ოდენობის გაზრდის და მოწესრიგებასთან მიმართებაში. როგორც ეხან აღვნიშნე, ამაში უნდა ჩაერთოს დარგის სპეციალისტები, შემუშავდეს მეთოდოლოგია და მინიმალური ხელფასის გაზრდა ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლებზე არ აწყობს ბევრ დამსაქმებელს. რადგან ამჟამად თქვა ზოგ სახელფასი 100 ლარი, ზოგ 150, ზოგ 200, თუ მინიმალური ხელფასი მე დადგინდა თქვა, დაწესდა და თქვა განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით პირობითაც რო თქვა. მაშინ დამსაქმებელს მოუწევს საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადოს 200 ლარზე, 20%. ანუ 220% 40 ლარია, პლუს საპენსიო გადასახადი 2%. მაშინ როცა თუ 100 ლარს გაცემს ხელფასს, მას მოუწევს 20 ლარის გადახდა საშემოსავლოს და 2 ლარის საპენსიო. ანუ თუ გაიზარდა მინიმალური ხელფასი, მას ტვირთად აწვება ეს. ამიტომ საჭიროა ბალანსი დავიცვათ გონიურული მიდგომა მეცნიერ ეკონომისტების, მთავრობის შესაბამისი დარგის წარმომადგენლების, რომ ეტაპობრივად მოხდეს და რაც კარგი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, შესაბამისი სტრუქტურებისათვის და იმ ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეთ ამ მიმართულებით. ეს მარტო ჩემი ჯილდო არ არის, ეს არის მთლიანად ჩემი თეატრის, ჩემი ქალაქის ჯილდო. ზესტაფონის უშანგიჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობი თეიმურაზ კიკნაველიძე უშანგიჩხეიძის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს საპატიო ტიტული მას შემოქმედებითი კავშირის, საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით მიენიჭა. ეს იმერეთის ფესტივალი აკეთებს ძალიან დიდ საქმეს, საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-16 ჩატარდა და უნდა გენახათ ყველა სპექტაკლზე მაშლაკი. ეს იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი მოვიდა თეატრში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც იღწვის და იბრძვის ამ საქმისთვის, უფასდებათ ეშრომა და ეხლა რაც შეეხება ჯილდოს, რა თქმა უნდა არ ველოდი, ეს არ არის პატარა ჯილდო, უშანგის სახელობის პრემია გადმოგცენ უშანგის თეატრში, არ არის პატარა საქმე და ავიქაც რომ სცენაზედაც რო ვედი, ისეთ ემოციებში ვიყავი, რომ
ბევრი ერთ ვერაფერი ვერ ვთქვი, მაგრამ იმ ხალხს მადლობა გადაუხადე, ვისი წვლილიც არის ამ ჯილდოში, ეს არის ბატონი ლევან როხვაძე, ბატონი გოგი გეგეჭკური, თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელი. ნუ რა თქმა უნდა, ბატო ჯოღელი, რა თქმა უნდა, ჩემი თეატრი, ჩემი მსახიობები, ჩემი პარტნიორები სცენაზე ეს მარტო ჩემი ჯილდო არ არის, ეს არის ჩემი თეატრის ჯილდო და ყველას ჯილდოა ეს, იმიტომ რომ ერთად გავაკეთეთ ჩვენ ეს საქმე და მარტო ვერაფერს ვერ შექმნი და ვერაფერს ვერ გააკეთებ და რა თქმა უნდა, ქალაქის დამსახურებაც არის, როცა უკვე ქალაქი ყურადღებას გაქცევს, მერიის დამსახურებაც არის, ბატონი ვასოს დამსახურებაც არის. დიდი მადლობა მინდა ყველას უთხრა და ემოციურად კარგი იყო და რა ვიცი, ახლაც ეიფორიაში ვარ, გუშინაც ეიფორიაში ვიყავი, ცოტა ესეთი მე რაღაც შევხვდით ვიღაცებს, იქ მილოცვები, Facebook-ზე მილოცვები, რაღაცები და კარგი არ არის ასაკში ხარ და გიფასდება უკვე ასეთი შენი შრომა, ამდენი წლის შრომა, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის და მადლობა კიდევ თქვენ იმისთვის, რომ სულ გახსოვთ ჩვენი თეატრი, სულ გახსოვთ თქვენი მსახიობები და არ ივიწყებთ არასდროს. ფერომედი რაც დავტოვე არის სულ რაღაც 2-3 თვე. მუშაობდი ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მედის თანამდებობაზე. ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია. ავადმყოფებთან ფუსფუსი, დაახლოება, სიყვარული და სითბო. არ არსებობდა განსაზღვრული საათი ჩემთვის. კვირა იყო, შაბათი იყო, როგორც მოითხოვდა პაციენტის პროცედურების ჩატარება. აი იყო მედიკამენტები ზოგჯერ ისეთი, რომ მისი საათობით კეთდებოდა და გაცდენა არ შეიძლებოდა. ამიტომ შაბათი და კვირა მქონდა სულ დაკავებული. მქონდა ყველანაირი სახის აპარატურა, შევიძინეთ ბოლოს ბატონმა კოტე ძალიან გვერდში გვიდგა, შევიძინეთ ახალი აპარატურა, რომელზედაც იყო 5 აპარატი. კაბინეტში მიჯდა არ შეიძლება ვარ გამამახვილო პროფესორი ადამიანი ეს იყო ბატონი ვაჟა ბაზღაძე. თუ რაიმე ჩემთვის იყო გაუგებარი, ან ეჭვი მეპარებოდა რამეში დიაგნოზი, რამე ზოგჯერ იყო შემთხვევა რომ პაციენტი მომართვის გარეშე მოდიოდა. და ეს ჩვენ რო გავიარე კვალიფიკაცია თბილისში, ვითხრა იქ ვინც ჩაივარა ჩვენი გამოცდა, რომ ეს თქვენ უნდა იცოდეთ. არის შემთხვევა რომ პაციენტი მოდის უმომართოთ. რაც საჭიროა გაუკეთე. ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მაგრამ დავკითხე ვარ ბატონ ვაჟას, ისე არასოდეს არ გამიკეთებია მაინც პროცედურა. ასე რომ მიყვარდა ძალიან ჩემი ეს ფიზიოთერაპიული კაბინეტი. აპარატის გაკეთება იყო, შეკეთება იყო. თუ რაიმე საჭიროებას მოითხოვდა, მე მთავარი ექიმთან ამაზე არ შევდიოდი, მე თვითონ ვაგვარებდი ჩემს საქმეს. რომ წამევედი, აი ყველაზე მძიმე იყო ის დღე ჩემთვის. ვინც უნდა მოვიდეს ის გოგონა. აი ის დრო იყო, ის დღე იყო, რომ ვაბარებდი, ახლა რომ უხსნიდი, თუ რაიმე იყოს გაუგებარი, დამირეკავ და მოვალ ყოველთვის. შემოვიდა ბატონი კოტე, ჩვენი მთავარი ექიმი. ჯერ არ საწახვალ ლალი მითხრა, მე ამ სიტყვას ვერ დავიწყებ და თუ წახვალ ჩვენთან იქნები სულ. და ძალიან მძიმე იყო, არ დამშვიდობები ვარ არავის ისე წამოვე. ჩემი კაბინეტის ეგის მეორე ოჯახი იყო ჩემთვის სამსახური. და ძალიან მე უკვე შევეჩვენენ და ძალიან გული წდება, მაგრამ მაინც მირეკავს ჩემი პაციენტები, მიკითხავენ თუ ვინმე ალბათ ისმეს ახლა ჩემს სიტყვებს, ალბათ არ არსებობს, ვერ ვიტყვი რომ 1% ჩემზე უკმაყოფილი ყოფილიყოს. მინდა რომ იქ ვინმე გააგრძელოს მუშაობა და იყოს გაგრძელდეს მუშაობა, შეუცვლელი არავინ არ არის, ყველა ვიცვლებით. ახალგაზრდობა მოდის ახალი ენერგიით და მეც კიდე 74 წლის ვარ. 45 წელი შემისრულდება რაც ვიმუშავე 1 აგვისტოს. სანამ მათ დავიწყებდი მუშაობას, მუშაობდი საციხო უბანში, მედიტატ კაბინეტში 19 წელი. ქართლის მუშამოსახურები ვემსახურებოდით, ძირითადი იყო პერიოდული სამედიცინო გადამოწმება, ყველა დამერწმუნება 1500 კაცამდე მყავდა უბანში. იტყოდა ხოლმე ზოგჯერ რომელი საცხოვრებლის ექიმიო. იმიტომ რომ ჩვენ ხელში გადადიოდა ყველაფერი ეს რაც კეთდებოდა. ვადგენდით გეგმებს კალენდარულს, ფეროს მუშამოსამსახურებების თანამდებობის მიხედვით რა ჭირდებოდათ, რა გამოკვლევები ჭირდებოდათ, რა სპეციალისტებს უნდა დაავადებები გამოჩნდებოდა, საეჭვო თუ ქრონიკული, ამას ყველაფერს სიას ვადგენდით და თავთავის სპეციალისტებს, ვიწრო სპეციალისტებს გადავცემდით. პრობდავადება ჩამოდიოდა. და ძალიან რთული სამუშაო იყო. მაგრამ რომ მინდოდა რომ კიდე უფრო ახლოს ყოფილიყავი პაციენტებთან, იმიტომ გადავედი მე ფიზიოთერაპიულ კაბინეტში და გავაღე დაკეტილი კაბინეტი, რო იტყვიან ასე. დაკეტილი, წასული იყო ის ქალბატონი პენსიაში და
პრაქტიკაც ვიცოდი, თეორიას და დავიწყე მუშაობა. რაზეც კმაყოფილი ვარ დღემდე. თერაპია არ არსებობს სხვა მკურნალობა ფიზიოთერაპიის გარეშე, ასეა ნათქვამი. ნუ ეხლა ჩვენებები ეს რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით და უკვე ჩვენებები რა არის ამ პროცედურების და ეგ რა თქმა უნდა ექიმი ნიშნავს პროცედურებს, ართროზები, ხერხემლის თიაქარი ეხლა ძალიან გავრცელებული დაავადება არის. ტრამის შემდეგი პერიოდი მონოფორეს ვაკეთებით. ეროთოფორეს და რა ვიცი. მქონდა აპარატურა და ეხლაც კიდევ უნდა შეგვეძინა და შეიძეს ბატონი კოტე იმედია. ჩვენ ახლა ძველები ძალიან ცოტა შემოვჩით 1-5-6 კაცი თუ იქნება. თორე ახალგაზრდობა მოდის და რა ვიცი გვიხარია, გვიყვარს ყველას ეს ახალგაზრდები და უნდა იმუშაონ კარგად და დაიმსახურონ როგორი თანამშრომელიც მე ვიყავი და ერთგული პაციენტისთვის, თანამშრომლისთვის, ერთგული დაწესებულებისთვის ისე ყოფილიყვნენ ისინი. ძირითადი მიზეზი ჩემი წამოსვლის იყო მეუღლე ქრონიკული დაავადებით არის, რომელიც ქარხანაში მუშაობდა წლების განმავლობაში, ბოლოს იყო დირექტორის მომადგილე პატაცინადის დროს. ძირითადი მიზეზი თორა კიდევ შემეძლო ვემუშავა ბატონი კოტე მომნებოდა 1-5 წელი იყავი 1-5 წელი იყავი მაინც წამოვედი რა ვქნა ხო იცი ოჯახი ასია ასაკი მემატებოდა მაგრამ კიდევ უფრო მეტად მინდოდა პროცედურის არ იყოს პირველ პროცედურას რო გავაკეთებდი მეორე უფრო უკეთესი მინდოდა რომ ეკეთებია მესამე და აი ეს ფოტო ჩანერგილი გულში რომ ჩამწვდარიყავი პაციენტის ჩამთელ ორგანოში რა ასე მე პაციენტები ძალიან მენატრებიან მაგრამ დღეს ეხლა თუ მიყურებენ ალბათ არ რიტორის სიტყვები არ არის ყველა იტყვის რომ ეს კარგი ქალბატონია და მადლობელია ჩემზე ყველა და მეც ჩემი კოლექტივით ყველა მიყვარს ყველას უყვარდი ვერ ვიტყვი რომ ვინმე მაწყენი ან მე ვაწყენია ვერ ვიტყვი არ მახსოვს ყველას უსურვებ წარმატებას ბედნიერ საქართველოში და მშვიდობიანში ცხოვრებას და კარგ მომავალს ძირითადი ჩემი სამუშაო არის ეს იყო ჩემი წინამორბედი ჩემი დედამთილი ისეთი მე არ ვარ აი სულ დანისწორით იღებ და სხვა ბალანს მაგრამ არანაკლები მეც გავამწორე და გავამჯობესე ძალიან მიყვარს ჩემი ეზო დილის 2 საათს მაინც მე ვატარებ ეზოში თორე გადახედოთ ახლა არ ვაქებ მაგაზე უკეთესებიც არის მაგრამ რაც შეეხება ჩემ სამსახურთან და ამ ჩემ პაციენტთან სახლში რომ ყავს მაინც არ ამიშავს ვარ კმაყოფილი ყველას მოწონს რა ნუ თავიდან ახლა ვიყიდე ყვავილები არ მიყვარს ისა რომელიც მომეწონებოდა და მე ვამრავლებდი თვითონ და რამდენიც კიდე იმდეს ვაძლევ ვისაც მოწონთ და ვამრავლები რომ ყველას კონდეს ყველას უყვარდეს ვინც არის ის და შემოდის უყვირს ყველას რომ ძალიან მოწონთ